რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნას დღეს ეხმაურებიან. კონსერვატორები გამოდიან ინიციატივით შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც აგვისტოს ომში დამნაშავე პირების სისხლის სამართლის საქმეს დააყენებს. ხოლო თუ კი ხელისუფლება უარს ითქმის გამოძიებაზე, დღის წესრიგში საქმის ჰააგის სასამართლოში გადაცემა დადგება. ტალიავინის დასკვნის შედეგებით ხელისუფლების კმაყოფილება სრულიად ალოგიკურად მიაჩნია ეკა ბესელიასაც. მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი აცხადებს, რომ დოკუმენტის მიხედვით საერთაშორისო სამართლის ნორმები ორივე მხარემ დაარღვია. გამოდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით გამოიძიებს საქართველოს ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების მოქმედებებს, რომელთა ბრალეულობას დადასტურებული არის კომისიის დასკვნაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური, რომ ეს ადამიანები გასამართლენ საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში მათი ჰააგის სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი. კომისიის დასკვნა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის დასადასტურებლად. ამავე დროს შეიცავს უმძიმე სამართლებრივ შეფასებებს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია დეოკუპაციის პროცესის დაწყება და რუსეთის ჯარების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან. ამის მიღწევა შეუძლებელია სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ქართველი ხალხის ვალია შეურიგებელი პოზიციის, კონსტიტუციური ბრძოლის გზით შეცვალოს დანაშაულებრივი რეჟიმი